12 მაისზე დაგვხვდება სავსე მთვარე მორიელის მძლავრ ინტენსიურ ნიშანში. ეს არ არის უბრალო სავსე მთვარე, ესაა ემოციური ტრანსფორმაციის და შინაგანი განწმენდის პერიოდი. მორიელის სიღრმე და სიმძაფრე გვაიძულებს შევხედოთ ჩვენს ჩრდილოვან მხარეებს, გავთავისუფლდეთ იმ ტვირთისგან, რაც დაგვიგროვდა და ჩაუღრმავდეთ იმ საკითხებს, რომელთა იგნორირებაც აღარ შეგვიძლია. ზოგადი თემები, რომლებიც აქტიურდება ამ სავსე მთვარის დროს, საიდუმლოებების გამჟღავნება, ემოციური გათავისუფლებას, ტრანსფორმაცია ურთიერთობებში, ჯანმრთელობისა და ქვეცნობიერის თემების გააქტიურება, სულიერი დეტოქსი და ენერგეტიკული განახლება. ტყუპებო, თქვენთვის ეს სავსე მთვარე განსაკუთრებით იმოქმედებს მე-6 სახლზე. ეს კი ნიშნავს, რომ ყურადღება უნდა გადაიტანოთ ჯანმრთელობაზე, ყოველდღიურ რუტინაზე, სამუშაო გარემოზე და ფსიქოემოციურ ბალანსზე. ეს პერიოდი და გაფიქრებთ კითხვებზე, რამდენად ვზრუნავ ჩემს სხეულზე, რა მავნეჩვეები უნდა მოვიშორო. რამდენად ჯანსაღია ჩემი ყოველდღიური რეჟიმი. ვისთან ურთიერთონამღვლის და ვისთან მაძლიერებს? შეიძლება იგრძნოთ დაღლილობა ან ენერგიის დაცლა, ემოციური ჭარბი, გრძნობის მოზღვავება, მოულოდნელი დაავადებების გამოვლენა, დასვენების მოთხოვნა სხეულისგან, სურვილი, მოაწესრიგოთ თქვენი ცხოვრების სტილი და დატოვოთ არაჯანსაღი ელემენტები. ეს არ არის უარყოფითი პერიოდი, პირიქით, მორიელის სავსე მთვარე გაძლევთ შანსს განიკუნოთ შიგნიდან და გადაიტვირთოთ. რამდენ ხანს გაგრძელდება ეს ზეგავლენა? მთვარის პიკი იქნება 12 მაისს, მაგრამ მისი გავლენა იგრძნობა სავსე მთვარის წინ და შემდეგ 3-5 დღის განმავლობაში, ანუ 10-დან 16 მაისამდე. თუმცა ფუნდამენტური ემოციური ცვლილებები, რომლებიც ახლა დაიწყება, გაგრძელდება მთელი თვის განმავლობაში, ან თუნდაც უფრო დიდ ხანს. რჩევებით ტყუპებისთვის ამ პერიოდში, დააკვირდით თქვენს სხეულს, ის მოგცემთ სიგნალს, რაზე გჭირდება ზრუნვა. გადაახარისხეთ თქვენი დღის რეჟიმი, იმუშავეთ უფრო ეფექტურად და არა მხოლოდ ინტენსიურად. თუ იგრძნობთ შინაგან არეულობას, არ ებრძოლოთ მას, მოусმინეთ. მედიტაცია, დეტოქსი, წყლის ელემენტთან კონტაქტი, აბაზანა, აუზი, ზღვა დაგეხმარებათ განთავისუფლებაში. არ შეიკავოთ ემოციები, ეს დროა, როცა შეგვიძლია გულწრფელად გამოუხატოთ შიგნიდან წამოსული ხმა. არ დაგავიწყდეთ მოწონება, გაზიარება და არხის გამოწერა, წინ კიდევ ბევრი მაგიური ასტროლოგიური გზავნილია.